მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დღევანდელ ბლოგში ძალიან საინტერესო თემა მინდა განვიხილო და ეს დაინტერესებს განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ამბობენ, რომ თურმე შეთქმულების თეორიის მოყვარულები არიან, არა და რეალობაში არ არსებობს არანაირი შეთქმულების თეორია, არსებობს ინფორმაციის აღქმა ან ინფორმაციის არქონა. დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის სამყარო არის და ყველანაირი ინფორმაცია იყიდება, ამიტომ უფასო ინფორმაცია, რომელიც მოდის ადამიანებამდე, ასეთ შემთხვევაში თვითონ ადამიანი არის პროდუქტი, ამიტომ ხდება მათთვის უფასოდ ინფორმაციის მოწოდება. მოკლედ, დღევანდელ ვიდეო ბლოგში მე მინდა შევეხო ერთ-ერთ სასიცოცხლო მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ეს დღეები არის განსაკუთრებით მძაფრად აისახება საქართველოში, გულისხმობ წყალდიდობის და კლიმატის ცვლილებების პრობლემებს, რომელი პრობლემებიც რეალურად არსებობს, თუმცა როგორ მოდის საზოგადოებამდე ეს ცალკე საკითხია და ხდება თუ არა კლიმატის გამოყენება, როგორც სამხედრო იარაღად ადამიანების მიმართ, ქვეყნების მიმართ, მოკლედ ეს ძალიან საინტერესო თემა მექნება დღეს თქვენთან, ჩემ მაყურებლებთან ამ ყველაფრის განხილვას ერთად მოვახდენთ და ვისაც გნებავთ დაიჯერეთ, ვისაც გნებავთ არ დაიჯეროთ, მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე ამ ყველაფერს უბრალოდ ვხედავ და ინფორმაციას აღვქვამ აი ასე. მანამდე კი მინდა შეგახსენოთ, რომ მოიწონოთ გვერდი, გააზიაროთ და ვისაც სურვილი გაქვთ მადლიერების ნიშნად გაანახორციელოთ დონაცია, ბანკის ანგარიში მითითებული იქნება ქვემოთ ვიდეოს აღწერილობაში. მაშასე მეგობრებო, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და ალბათ ყველა დააკვირდებოდა იმას, რომ 2026 წელია, აღმოჩნდა ისეთი წელიწადი, რომ ასეთი ცივი გაზაფხული არავის არ ახსოვს, ასეთი ცივი ზაფხულის დასაწყისი, ამდენი ნალექები, რომელიც არა მარტო საქართველოში, საქართველოს სამეზობლოში ძალიან ჭარბი არის. მოკლედ ამ 2 დღის წინ უხვი ნალექი მოვიდა თელავში, მოდი ვნახოთ კადრები. მოკლედ სტიქია მძვინვარებს და აქ 1000 ვერსია გამოითქვა მათ შორის მართებული ვერსიაც, რომელიც ეხებოდა აი იმ საკითხს, რომელიც დამცავი ნაგებობების თავის დროზე არაშენებას, რაღაცა, წავიდა ეს ნაცქოცური, ამან არ გააკეთა, იმან გააკეთა. თუმცა ეს მარტო თელავში არ მომხდარა, ამ რამოდენიმე დღის წინ თბილისშიც იყო ესეთი წყალდიდობა და ვნახოთ ყველამ ეს უკანასკნელი ერთი კვირის მოვლენები არის ჩვენ ქვეყანაში, რომელიც თავისთავად ცხელი ინფორმაციაა და იქცევს ყურადღებას, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ზოგადად ეს გაზაფხული და ეს ზაფხული ძალიან უხნალექიანი აღმოჩნდა და არ აპირებს ბუნება გაჩერებას. თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამას რა თქმა უნდა ყველაფერს გამოეხმაურენ ნაცქოცური ბოდვით. და ამას ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთ ფორმატში, რომ აი კი იყო აბა მერი რა შუაშია, სტიქია ყველგან მოდის, სამაგიეროდ ჩვენი ესენი რა ქვია აქტივისტები წავიდნენ, რაღაცა ესა რა ქვია კოლექტიურად იმუშავეს და რა ვიცი, ქოცი ახალგაზრდები. ნახოთ ერთი ეს ვიდეოც.
სუფთან აცური პონტები, მაშინაც როგორც ხდებოდა, აი პარტია მიდიოდა და პარტიის აქტივი მიდიოდა და პარტიის ხალხი აკეთებდა და ეგ რა ეს ვარლამ ლიპარტელიანი მასში რა ქვია ჩამდგარი არა უშავს ვარლამ ურტყი ბარი და ლაფართკა დაგიფასდება დიდ პოლიტიკაში ყველაფერი თქვენ ხოცი ახალგაზრდები მაგრები ხართ ამიტომ ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ჩვენთან და რეალობის აღქმა და რეალობის ასე რომ ვთქვა წარმოჩენა საზოგადოებისთვის ნაკლებად თუ რასთან აქვს საერთოდ ჩვენ ქვეყანას საქმე და ზოგადად არა მარტო ჩვენ ქვეყანას მე მინდა გაგახსენოთ რომ არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს მეზობლად დაღესტანშიც მოხდა იგივე წყალდიდობა არც ისე დიდი ხნის წინ მოდი გავიხსენოთ ეს დაღესტნის მოვლენებიც რუსეთის სამხრეთის რესპუბლიკა დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით უამიდობის გამო 129 დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაიტბორა ერთ-ერთი მთავარი გზატკეცილის მრავალი მონაკვეთი, რამაც მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულმა სამსახურმა განაცხადა, რომ დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჭყალაში წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მოკლედ დაღესტანი აქვეა ჩვენს მეზობლად არის და ბუნებამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის რა თქმა უნდა ამიტომ ეს მთლიანად რეგიონი ერთიანად არის ჯაჭვში აღქმული ამ საკითხთან დაკავშირებით რა ვიცი ეს არის ესეთი ამბები ჯის ქონდა გაშუქებული ვიღაც ყავდათ მოწვეული ისაუბრეს რომ თურმე წყალდიდობები ხდება, ასე ხდება, ისე ხდება, რა ზედაპირული დამოკიდებულება, ისევე როგორც ნაცქოცურ მოვლენებთან დაკავშირებით, სერიოზულად ამ საკითხს არავინ არ შეხებია, იტყვიან ეს კლიმატის ცვლილებები, ესენი, ისინი, მოკლედ, როგორც სტანდარტული შაბლონური საუბარი, კლიმატი იცვლება, ხან პირიქით გვალვიანობა დგება, ხან პირიქით ეს და მოკლედ საუბრობენ ყველაფერს ზოგადად ჩემო გარგებო ცვლილებები კლიმატის ცვლილებები აი როგორც ხედავთ ჩვენ ქვეყანაში გარდაუვალი არის ეს არის გამოქვეყნებული კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ რომელიც იკვლევს კლიმატურ ცვლილებებს და აი ზუსტად თელავიც არის მოყოლილი იმ ზონაში სადაც მოსალოდნელია მეწყერსაშიში მოვლენები ასევე კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელი არის დადბორვითი მომენტები, იქვე აფხაზეთშიც იგივე სიტუაცია. მოკლედ რეგიონი არის მთლიანად მოსალოდნელი ვარცოფების და კატასტროფების წინაშე. მოკლედ დავეხმაროთ რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერში, რომელიც სწრაფად ეძებს ინფორმაციას და მოვიკითხოთ ერთი რა ხდება. როგორც ეს Gemini არის ვინმეს ის ალისა არ გეგონოთ, როგორც ცნობილი ხდება ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით 2026 წელს უხვი ნალექები არა მარტო კავკასიაში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში არის, საუდის არაბეთში არის, ირანში არის, ერაყში არის, ომანში არის. ნუ სრულად ესე რომ ვთქვათ დასავლეთ აზიაში, იგივე ახლო აღმოსავლეთში მოვლენები არის ბუნებრივად შეცვლილი. რაც შეეხება კავკასიას, აი კავკასიაში ზუსტად ეს მდგომარეობა არის. მოკლედ ჩრდილო კავკასიაში 100 წელზე მეტი ხანი არა ესეთი ნალექები არ დაფიქსირებულა საშიშ ზონაში ვიმყოფებით ჩვენს თავისთავად და მთლიანად მთელი რეგიონი. ნუ არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, დროსა და სივრცეში ესეთი რაღაცეების დამთხვევა უბრალოდ მე არ მჯერა რომ უცებ ხდება ეგ ყველაფერი და რასაც გვაჩვენებს ჩვენ საერთოდ მოვლენების განვითარება დროსა და სივრცეში ესეთი რაღაცის დამთვრევა რაღაცასთან არის დაკავშირებული. რაც საინტერესო არის, მოკლედ არც ისე დიდი ხნის წინ ყველას გვახსოვს ირან-ამერიკა-ისრაელის აქტიური ომის ფაზა, რომელიც არც ახლა არ არის დამთავრებული და მიმდინარეობს ჩვეულებრივად შეტაკებები, თუმცა ინტენსივობა დაბალია.
სადღაც აპრილის თვეში ირანულმა მხარემ გააკეთა განცხადება, შუა აპრილი იქნებოდა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რეგიონში განთავსებულ კლიმატურ იარაღზე, რომელიც იყო მეტეოსადგურებზე, რომელიც იყო განთავსებული გაერთიანებულ ემირატებში, ისრაელში, იორდანიაში, კატარში, საუდის არაბეთში და კუვეითში. რის გამოც ირანში და ერაყში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე გვალვას დაესვა წერტილი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იმ წუთში გამოეხმაურნენ უგნიდან განათლებულები, ეს BBC არის, რომელიც BBC-ც თავის დროზე ობიექტურობით იყო ცნობილი, მაგრამ არის ჩვეულებრივად ბრიტანეთის Mi6-ის წარმომადგენლობა და თქვენს რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის манипуляция, რომ ეს არის ტყუილი, ვიღაცამ რაღაცა მოიგონა, არ არსებობს კლიმატური იარაღი და მსგავსი რაღაცები, როგორც ჩვევიათ, ამათ საერთოდ შაბლონური საუბრები, თურმე ეს ყველაფერი არის რაღაცებთან დამთხევა და ესე მოხდა. თავისთავად ჩნდება კითხვა, პირველი კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა კლიმატური იარაღი და რა შეიძლება იქნას მიჩნეული კლიმატური იარაღად. შესაძლებელი არის თუ არა ეკოციდი მოხდეს. მოდი ყველაფერთან განათლებულები, ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტში რომ ეძებენ, მოდი მე რო არ დავიწყოს საუბარი ასე მარტო ჰაერზე, მოდი ისევ და ისევ გადავხედოთ ხელოვნურ ინტელექტს და ნახოთ არსებობს თუ არა კლიმატური იარაღი. და ძალიან მარტივად არის განმარტებული, რომ კლიმატური იარაღი არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომლის დიზაინიც არის ამინდის და კლიმატის ცვალებადობა, გამოიყენება ადამიანების, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოების და რეგიონების მთლიანად დასანგრევად, გასანადგურებლად და ყოველ შემთხვევაში ესეთი იარაღი არსებობს, მაგრამ ტყუილად აბრალებენ ამ ყველაფერს შეერთებულ შტატებს, ჰარპის სადგურს, სხვადასხვა რაღაცებს, ეს შეთქმულების თეორიები არის. ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს აქვს დადგენილი, რომ 1967 წელს კლიმატური იარაღის გავრცელებლობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს აქვს ხელი მოწერილი, რომ არ გამოიყენებენ კლიმატურ იარაღს და ჩვენ უნდა ვიყოთ ამათ პატიოსან სიტყვასთან უნდა ვენდოთ და ეხლა მე მინდა უთხრა ამ ხალხს. კითხვაზე არსებობს თუ არა კლიმატური იარაღი, მარტივად მინდა გითხრათ, გაგცეთ პასუხი. დიახ, კლიმატური იარაღი არსებობს. და ის აკრძალული არის და მისი გამოყენება არის აკრძალული. მორჩა, დამთავრდა. არ არსებობს აქ ორი პასუხი. აკრძალული არის ისევე როგორც ბირთვული იარაღის გამოყენება, აკრძალული არის ისევე როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება და კლიმატური იარაღი არის მასობრივი განადგურების იარაღი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ საკითხს, იარაღი შეერთებული შტატების ხელში, რაზეც ბევრი საუბარი მიდის. ეს არის ჰარპის სისტემა, რომელი ჰარპის სისტემაც მართალია განთავსებული არის ალიასკაში, საიდანაც ხდება მართვა, ესე რომ ვთქვათ, სარადარო სისტემების, აქეთ-იქეთ, მოკლედ არ მინდა ახლა მე ამის სიღრმეებში შევიდე და ეს არის ჰარპის სისტემაზე, რომელზეც მიდიოდა ბევრი საუბარი, რომ თუმცა სად ალიასკა, სად ახლო აღმოსავლეთი და ასე შემდეგ. მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ კლიმატურ იარაღთან დაკავშირებით საუბარი და დამოკიდებულება ირანის მხარეს პირველად არ გამოუთქმია. ეს არ ყოფილა პირველი ესე რომ ვთქვათ, ბრალდება, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყენებენ ირანის წინააღმდეგ და მეზობლების წინააღმდეგ კლიმატურ იარაღს. ეს არის 2011 წლის ირანის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამოსვლა, როდესაც მან ღიად დაადანაშაულა ამერიკელები და ევროპელები ღრუბლების მიტაცებაში და
იონურ სისტემაში ჩარევაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ სარადარო სისტემის და იარაღის მეშვეობით ღრუბლების გადაჭერა ხდება და ის ირანის და ერაყის ტერიტორიაზე არ მიემართება მხოლოდ დაცლით ცარიელი ღრუბელი, რაც იწვევს შემდეგ გვალვას და გაუდაბურებას ირანის ტერიტორიის. აი მე ვნახე ინტერნეტში არსებობს კიდეც სხვათა შორის ვიდეოც. A wild accusation from Iranian President Mahmoud Ahmadinejad. He says Western countries are causing drought in certain parts of the world, including Iran. He says they're using high-tech equipment to drain raindrops from clouds. Yes, that is what he said. He basically says European countries are stealing rain from Iran for their own use. Alrighty, Mr. President, whatever you say. რა თქმა უნდა, ამათ როგორც ჩვევიათ, აიგდეს სასაცილოდ ეს დიქტატორი, ეს სულელი, ეს გიჟირებს, ლაპარაკობს, კაცო. მე მინდა შევახსენო ხალხს, რომ თავად მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელიც ჩვენი დროის მართლა ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული პიროვნება არის და იშვიათი პიროვნება არის, ნამდვილად ვისურვებდი ესეთი პრეზიდენტი და მართველი ყოლოდა საქართველოს ადამიანი, რომლისთვისაც არანაირი მატერიალური ღირებული არ არის და ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს ეხლაც, არის ფიზიკოსი, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგაც მუშაობს ირანის ბირთვულ ცენტრში და საკმაოდ კომპეტენტური პიროვნება არის, რომელსაც ნამდვილად არ ეშლება ის, რასაც ამბობს. აი, ჯერ კიდე 15 წლის წინ ღიად ირანი ადანაშაულებდა ამ ეკოციდში, რომელიც ირანის მიმართებაში ხდებოდა. ირანის მიმართებაში აი ეს არის ტბა ურმია, წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის 2025 წელი, შეგიძლიათ ნახოთ, ინტერნეტშიც მოიძიოთ ინფორმაცია, რომ 2025 წელს ურმიის ტბა, კარგად ცნობილი ურმიის ტბა, უბრალოდ არის დარჩენილი და კონტურები არის მხოლოდ დარჩენილი, რადგან ნალექი საერთოდ არ არის ირანში და აქედან გამომდინარე ტბა ვერაფრით ვერ ივსება. ნუ სადაც ახლა ამხელა უზარმაზარი ტბა დაშა, იქ გვალვები ჩვეულებრივი მოვლენა არის, მაგრამ აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ მას შემდეგ, რაც ირანმა იერიში მიიტანა და ღიად განაცხადა, რომ მათ დაბომბა მეტეოსადგურები, რომელიც იყო კლიმატური იარაღი, როგორი ცვლილებები დადგა უკვე დამშრალ ურმიის ტბაში. აი 18 ჯერ გაიზარდა ესე წყლის რაოდენობა ამ ტბაში, რომელიც დაშრობის პირას იყო მისული და რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობდა. გვაქვს ჩვენ ამის მაგალითები, თუნდაც იგივე არალი, რომელიც პრაქტიკულად ხელოვნურად იქნა დამშრალი თავის დროზე. რა ეკოლოგიური კატასტროფა მოაქვს და აი ტბამ უბრალოდ დაიწყო აღდგენა, ეს სულ ახალი ინფორმაცია არის. იმ დონეზე გამოცოცხლდა მდგომარეობა, რომ ურმიის ტბაში ფლამინგოებიც კი დაბრუნდნენ და ნელ-ნელა ბუნებამ ირანში, ეს არის ჩრდილო-დასავლეთ ირანი, ნელ-ნელა ეკოლოგიური کاتاستروفیدن თავის დაღწევას შეძლო. پس از 20 سال خشکسالی، نگرانی و عقب نشینی آب در جنوب دریاچه ارومیه حالا نشانه‌های تازه‌ای از زندگی رو به نمایش گذاشته. چراگاهی که شما می‌کنید ეს არის თვითონ ირანული ტელევიზიის რეპორტაჟი, გახარებულები ბედნიერები, ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობენ იმის შესახებ, რომ რა ბედნიერები არიან, რადგან ურმიის ტბამ ნელ-ნელა დაიწყო გაცოცხლება და სიცოცხლე დაბრუნდა არა მარტო ურმიის ტბაში, მის ირგვლივ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც ცდილობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნელ-ნელა ხელი შეუწყოს სხვადასხვა საშუალებებით შეავსოს ურმიის ტბა. აი ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, რომელი ფაქტიც არის უშუალოდ ირანში.
ეხლა ზოგიერთები იტყვიან, რომ ეს ირანში არის პროპაგანდისტულია, ესა. კარგი. გადავიდეთ მაშინ მეზობელ ერაყზე, რომელშიც მე პირადად ვარ ნამყოფი და ძალიან კარგად ვიცი რა მდგომარეობა არის და რა სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია იქ მდინარე ტიგროს და მდინარე ევფრატს. ეს არის ალ-ჯაზირას რეპორტაჟი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენ თვითონაც ნახოთ. დაშრობის პირას მიმდგარი მდინარე ტიგროსი და ლამის ომამდე იყო მისული ეს ყველაფერი თურქეთს და ერაყს შორის, რადგან თურქებმა აშენეს იქ პლატინა, ყველა აბრალებდა ყველაფერს ამას, რომ წყალსაცავი იყო, აბკოლებდნენ, მაგრამ აი ნახეთ, როგორ გაცოცხლდა და ზედვე ეტყობა გვალვიდან დახეთქილ მიწებზე იმდენი ნალექი არის მოსული, რომ ჩვეულებრივად ნაოსნობა არის შესაძლებელი. იგივე მაგალითად მოხდა სირიაში, რომელიც ღიად ფიქსირდება და იმდენად უხვი ნალექი იყო მოსული, რომ მდინარე ევფრატი, ეს არის დააკვირდით, ეს მომენტი არის ძალიან საინტერესო. ეს არის ევფრატი, მდინარე ევფრატი მას შემდეგ, რაც შეივსო მარჯვენა მხარეს და ეს არის ომის მიმდინარე პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა პროცესები, კოსმოსური სადგურიდან გადაღებული სურათითაც ჩანს თუ ომის დამთავრების შემდეგ, უკვე მაისის თვე არის, როგორ მოახერხა მდინარემ ბუნებამ რეგენერაცია, აღდგენა და როგორი უხვი ნაკადები მოვიდა, ეს გამოცოცხლდა ადგილობრივი ბუნება. სირიაშიც ასევე ევფრატი არის მაცოცხლებელი მდინარე. თურქებს აქაც აქვთ აშენებული, თავიანთ მხარეზეც აქვთ ჰესი აშენებული, იძულებული გახდნენ იქედანაც ჭარბი წყალი გაეშვათ, თვითონ წყალი იმდენი იყო მოსული, რომ თვითონ აი ამ სირიაშიც აშენებულ ჰესზე გაეშვათ ასევე ჰესები, რომლებიც ერაყში იყვნენ, არიან, ეს ჩრდილოეთ ერაყი არის, ქურთისტანის პროვინცია. ეს არის უდიდესი ჰესი და იქაც ჭარბი ნალექის გამო იქნა გაშვებული ჰესი სრული მასშტაბით, რომელიც იშვიათად ივსება, იმდენი მხელა სიჭარბე იყო ნალექების მოსული. მოკლედ, ახლა გასაგები რო იყოს ხალხისთვის, მე მაინც კიდე ერთხელ შევახსენებ ამ ხალხს, რომ კლიმატური იარაღი არსებობს და აქ არის განმარტებული, როგორ შეიძლება კლიმატური იარაღის მართვა ღრუბლებში სპეციალური ნივთიერებების გაშვება, რომელიც ღრუბლებს, ნესტიან ღრუბლებს დაცლის და გამოიწვევს ხელოვნურ წვიმას და ის არ მიაღწევს იქ, სადაც ღრუბელი მიდიოდა და მიქონდა ეს ნესტიანი ქულა, ბამბის ღრუბლის ქულა. ჩვეულებრივად შესაძლებელი იყო და ახლა რატო იყო ეს ყველაფერი, რატო შედიოდა მაგალითად რა ინტერესებში, რომელი ინტერესებიც პირველ რიგში უდაბნოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ელემენტარულად არაბეთის ნახევარკუნძული, იქ სადაც განთავსებული არის შეერთებული შტატების მოკავშირეები და ეს არის საუდის არაბეთი, კატარი, კუვეიტი, რა ვიცი, სხვადასხვა ქვეყნები ასევე, იგივე ომანი და ესე შემდეგ, თუმცა ხა ომანზე ბოლომდე თქვა არ შეიძლება, რომ მათი მოკავშირე არის, მაგრამ წაიკითხეთ აქ რა წერია, არაბეთის ნახევარკუნძული, ეს არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და დამშრალი ტერიტორია, სადაც პრაქტიკულად არც ერთი მდინარე არ არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე მოქმედებს. მთლიანად ნახევარკუნძულზე გაჩვენებთ
ნახევარკუნძულს, მაინც კოსმოსიდან გადაღებული რო იყოს. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი, ეს არის უდაბნო და აქ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პერიოდულობით გამოჩნდეს რაღაცა მდინარეები, აქა-იქ, როდესაც წვიმიდან წარმოიშობიან, რაღაც კალაპოტები აივსოს, მაგრამ ისინი შრებიან უცებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი რეგიონი არის, ამ უმდიდრეს რეგიონში, რომელშიც ნავთობი არის უამრავი, არ არის უბრალოდ საარსებო საშუალება, წყალი. და ეს არის სრულად უდაბნო. და თუ იქ ხელოვნურად არ მოხდა მტკნარი წყლით მომარაგება, როგორც მოსახლეობის, ასევე ბუნების, იქ ოაზისებია აქა-იქ და გამორიცხულია იქ ადამიანმა საერთოდ სიცოცხლე მიარსებოს. ამ მხრივ ახლა საუდის არაბეთი უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, მათ შორის ჩემი ერთ-ერთი ახლობელი არის, რომლის გერმანელი მეუღლეც დიდი მეცნიერიც არაერთხელ არის მიწვეული საუდის არაბეთში, სადაც ხდება ზღვის წყლის გარდაქმნა მტკნარწყლად, რომ ხელოვნური მდინარეები გაკეთდეს, რათა სიცოცხლე შესაძლებელი გახდეს საუდის არაბეთში, ამ უმდიდრეს ადგილზე. ჩვენთან რა უნდათო რომ იძახიან, ხო ეს მდიდარი არაბებსო ჩვენთან რა უნდათო. უბრალოდ ელექტროენერგია რო გაითიშოს 24 საათი იქ სიცოცხლე შეუძლებელი გახდება, რომ იცოდეთ ისე, მაინც ეს ცნობისთვის. ჩვენი ძმის ალაბარის სამშობლოში და დუბაიში და ამომა ძალიან კარგად გამოაჩინა. კიდე ჰუმანური იყო ეს ომი, რადგან უშუალოდ წყლის განამამუშავებელი ქარხნები არ იბომბებოდა თუ არა. თქვენ გენახათ იქ რა ეკოლოგიური კატასტროფა და იქ რა ჰუმანიტარული კატასტროფა დადგებოდა. ამიტომ არიან რომ ასე მოიტყვიან კავკასიისკენ და აი რა გეგმები ქონდათ მაგალითად ამათ იმისთვის რომ წყალი ქონოდათ. აი მაგალითად ეს არის საუდის არაბეთის ერთ-ერთი პროექტი ემირატები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ რომ წყალი ქონდეთ და მათ ქონდათ ესეთი პროექტი, რომ ანტარქტიდიდან უზარმაზარი აისბერგები გემების საშუალებით ჩამოეტანათ სპარსეთის ყურეში და ეს უზარმაზარი აისბერგები შემდეგ გაედნოთ და რამდენაირად მოეგვარებიათ წყლის პრობლემა. თუმცა ეს პროექტი აღმოჩნდა ძალიან ძვირი, აღმოჩნდა ძალიან ხარჯიანი და პრაქტიკულად ეკვატორის გადმოლახვა და აისბერგების ჩამოტანა სპარსეთის ყურეში გახდა შეუძლებელი. რაზეც თქვენს უარი და ეს პროექტი ჩაიშა. მოკლედ შემაჯამებელი სიტყვა რომ ვთქვათ, რასთან აქვს კავშირი? კლიმატური იარაღი და კლიმატური ომები მითია თუ რეალობაა, როგორც ხედავთ, ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და აბსოლუტურად რეალური არის ყველანაირი ომი, ყველანაირი საშუალებით. უცნაური ანომალია ეს შემთხვევითი მოვლენა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ გადახედეთ დაახლოებით ბოლო 10 წლეულების წინ ნალექები ჩვეულებრივად მოდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ ცხელი და გვალვიანი და ახლო აღმოსავლეთი ძალიან ცხელი მიწა არის, სიცოცხლე არსებობდა და ასე არ უდაბურდებოდა. ეს უკვე დეტალიზაცია არის, სიცოცხლის დაბრუნება როგორ მოხდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით იმდინარეობდა კამათი და ეს პირველი მოვლენა არ არის, დროსა და სივრცეში არის აბსოლუტურად იდენტური, როდესაც ირანმა განაცხადა, რომ მათ კლიმატური იარაღი დაბომბეს, გამოიყვანეს წყობრიდან ყისიერად დაიწყო ბუნებამ ცვლილება. როგორ ხდება თავისთავად ეს ვისაც გაინტერესებთ, ეს არ არის რაღაცა შეთქმულების თეორია და მითი, რეალობა არის ეს ხდება. სხვათა შორის ამას რუსები ახდენდნენ ყირიმში, როდესაც გადაკეტილი ქონდა უკრაინას სასმელი წყლის მიწოდება ყირიმისთვის, იგივე ტექნოლოგიით, არაფერი სიახლე ამაში არ არის, თუმცა ისინი უფრო უხეშად და უფრო ღია ფორმით და ამას არც მალავდნენ. ზოგადად ბრალდებები ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა 90-იან წლებიდან დაწყებული 2018 წელს პირდაპირ და ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სიახლე და ის რაც დღეს ხდება არა მარტო ირანში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში
კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, ზუსტად ეს არის ის მოვლენა, რომელი მოვლენაც გამოწვეული არის კლიმატის დაბრუნებით. რა რაღაცა გლობალური დათბობით და რაღაცით, კლიმატის დაბრუნებით. იმიტომ რომ ის ტბა იქ ჰაერზე არ ყოფილა. ის ნალექები შემთხვევით არ მოდიოდა წლების წინ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უნდა დაიჯეროს, ხო? ფაქტია და დაიჯერეთ ხალხო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. არსებობს ბიოლოგიური ომი, არსებობს ქიმიური ომი, არსებობს ატომური ომი და არსებობს კლიმატური ომი და ალბათონო აგერაა ჩვენი სამშობლოზე პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი. თუ არ გინდათ, უნდა იჯერეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.